საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის მოქნილი მექანიზმი გაზაფხულიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მთავრობის ხდომის დაწყებამდე სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენენ, სასჯელს არ მოიხდიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და ამის ნაცვლად საზოგადოებისთვის სასარგებლოდ იშრომებენ და სწორედ ამით აანაზღაურებენ ისინი საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს. ადამიანები, რომლებიც ჩაიდენენ ნაკლებად მძიმე დანაშაულს, სასჯელს არ მოიხდიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და ნაცვლად ამისა საზოგადოებისთვის სასარგებლოდ იშრომებენ და ამით აანაზღაურებენ საზოგადოებისადმი მიყენებულ ზიანს. ეს რა თქმა უნდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან უკვე არის დასახული გეგმები, კონკრეტული გეგმები. ცვლილებები შედის სისხლის სამართლის პროცესში, სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე პრობაციის სამსახურის მარეგულებელ კანონმდებლობაში. ეს ძირითადად ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს, ხავარია ეს არის დამნაშავის სოციალიზაციაზე მუშაობა. ანუ მარტივად შევიდეს საზოგადოებაში, როგორც ასე ვთქვათ, დასაქმებული პირი, შეიძინოს გარკვეული უნარჩვევები და შემდგომში ნორმალური თანაცხოვრება გააგრძელოს საზოგადოებაში.